13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადა. მამისა და ძისა და წმინდისა სულით საათყმა ორი წმინდანი შენებირარია განუსვენეს და კაცლიერებდა თეული ჩვენი მოქალაქის თეული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი სამხედრო მოსამსახურის ვალია გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. უახლოეს მომავალში შედგება ჩემი შეხვედრა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებთან, მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით, მუდმივ ურთიერთობაში ვიქნებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ივიწყებენ დაღუპული ბიჭების სულებს და ხელისუფლების დამოკიდებულებას ადასტურებენ. მოვედით იმისათვის, რომ ეთისმრულ გვენახა მიმდინარე მშენებლობასთან და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მეორასრულ მიმდევლოცა დღევანდელი დღე ადამიანებისთვის, ვინც ჩვენგან ლოცვას ემსახურებენ და მოგვეხსენებინა იმ ბიჭების სული, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შეეწირნენ. ყოველ წელიწადს ვახტანგ გორგასლობაზე დაღუპული ოჯახის წევრები, ჩვენი გმირები, საქართველოს გმირი ბიჭების ოჯახის წევრები ვიკრიფებთ ამ ტაძარში. ესაც როგორც ყოველთვის მოხდა ეს ყველაფერი უფლის დიდებით დადგა წირვა და გადაიხადეს დიდი პანაშვიდი ჩვენი გმირების სულების მოსახსენიებლად.